სიტყვა თარგმანში ნიშნავს უფლის დიდებას. ანუ არა თეოკრატიას რას ნიშნავს? არა უფლის დიდებას? აბა რას? თუ არა უფალს დიდება. აბა რას დიდება? დიდება უზნეობას, დიდება ამორალურ საქციელს, დიდება იმას, რომ გააკეთონ ესეთი ამორალური საქციელები, ეს აჩვენონ ქართველებს და ეს ყველაფერი დასაშვები უნდა იყოს ქვეყანაში, რომელიც დგას ტრადიციებზე, დგას მართლმადიდებლობაზე. ეს არის მთლიანად მიუღებელი ქართული საზოგადოების, ქართული ზნეობისთვის, ქართული ტრადიციებისთვის და ქართული კაცობრიობის ამ კულტისთვის არის მიუღებელი და თითოეული ჩვენთაგანი ამისთვის იბრძოლებს სისხლის ბოლო წვეთამდე, არც ერთმა მამათმავალმა არ გაიაროს ქუჩაში, არ გააკეთოს. არ გაიაროს ქუჩაში არა ძალადობა, ანუ ძალადობას ამაზე არ მოვახდენ ქუჩაში რო იაროს. უბრალოდ ამის პროპაგანდა არ უნდა მოხდეს. თავის საწოლებში რაც უნდა ისახოს. გარეთ არ გამოვიდნენ და ჩემ შვილებს და ჩვენ მომავალს ეს არ დაანახონ, რომ ის არის კარგი. რა თქმა უნდა, თეოკრატიულ სახელმწიფოში უნდა იცხოვრო იმ სახელმწიფოში და მე ვცხოვრობ იმ სახელმწიფოში ღვთისმშობლობით, სადაც ყოველთვის დიდება ქონდა მხოლოდ უფალს და სადაც 90% ვართ მართლმადიდებლები და სადაც პირველი ესე რომ ვთქვა კულტი, პირველი საზოგადოება, პირველი რაც ქვია, პირველი არის ეკლესია, არის ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი დედა ეკლესია დღეს დასაცავი არ არის. ის აქეთ გვიცავს, უფალი აქეთ გვიცავს ჩვენ და ჩვენ უბრალოდ გვერდში უნდა დაუდგეთ და უნდა დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ ვდგევართ ტრადიციებზე, რომლის მატარებელი ქართველი არის სული.